გირჩმა ისაუბრა ჩვენზე და დაგვიწონა კონსერვატიზმი. აი ხა მოდი ვნახოთ ეგ მონაკვეთი და გავარჩით. გონია რომ ქართული კონსერვატორიზმი არ არსებობს. ეგრე შეგვიძლია ჩვენც ვთქვათ კონსერვატორები ვართ, იმიტომ კლასიკური ლიბერალები ვართ ბოლოს და ბოლოს და კლასიკური ლიბერალიზმი იყო ის იდეოლოგია, რომელსაც ამ ქვეყანაში საქართველოს ოკუპაციამდე ადამიანთა ნაწილი მისდევდა ილია ჭავჭავაძე და მისი მეგობრები მაგალითად. მაგრამ კონსერვატორიზმი თავისი შინაარსით ნიშნავს იმას, რომ წარსულში ჩვენ კარგად ცხოვრობდით, ის წესები გამოგვადგა და გვინდა ის წესები შევინარჩუნოთ. წარსულში ჩვენ კარგად როდის ცხოვრობდით კომუნისტების დროს, ამ კითხვაზე ხო პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერმა კონსერვატიულმა მოძრაობამ. მეფის რუსეთის დროს, ნოე ჟორდანიას დროს, მე ვარ კონსერვატიული პარტია. უკვე არის ტყუილი, ჩემი აზრით. მაგაში უნდა თქვა, რომ მე ვარ კომუნისტი. კომუნისტური პერიოდი, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, კაი იყო, ქართველებს უნდათ, მოწონდათ, გამოგვადგა და უნდა ვიცხოვროთ კომუნისტური წესებით. ოკეი, გავიგებ. და ვიტყვი რომ მე არ ვარ კომუნისტი, მაგრამ ეს კაც კომუნიზმი მიაჩნია ქართულ კონსერვატიულ ამბად და გავიგებ, ანუ იდეოლოგიურად ჩემთვის გასაგები იქნება. თქვენი ხალხი რა, ამ შემთხვევაში ბიჭები ზურამ, ჩვენთან ღია თქვა ეთერში, რომ ჩვენ გვინდა ბელარუსიზაცია საქართველოს. მე არ მინდა ბელარუსი. შესაბამისად, ქართველი კონსერვატორი რომ მეუბნება, რომ მე მინდა ბელარუსი, თან მანამდე მე ვარ ქართველი კონსერვატორი. აი ახლა სად რაში ვითანამშრომლო? რაში დავემთხვიეთ ერთმანეთს? კონსერვატორიზმი ტერმინს თუ შინაარსს მივცემთ. ნიშნავს იმას, რომ როდესღაც ჩვენ კარგად ცხოვრობდით, ის წესები გვინდა დღესაც გადმოვიტანოთ. რაც მე მივხვდი, ამათ უნდათ კომუნისტური წესები გადმოიტანონ, იმიტომ რომ ბელარუსი ყველაზე ახლოს მაინც მაგასთან არის. არც კომუნიზმი არ მინდა. ქართულ კარგ ტრადიციებს პატივს ვცემ, სტუმარ მასპინძლობა ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩემს ოჯახში სტუმარს პატივს არ ცემდნენ. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ჩემს ოჯახში რაღაცა კაი, მე მგონი გასაგებია, ხო? კი, გასაგებია. პირველი რატო გადაწყვიტა ამ ხალხმა, რომ მე ბელარუსი მინდა? ეგ ჩემ, აი სხვათა შორის ბევრჯერ უთქვიათ და ეგ ჩემამდე დღემდე არ დადის, ანუ მან როგორი მე არ მჯერა რომ ეგ გადაწყვიტა. ნუ მაგას დაჟინები. ალბათ აწყობთ ეგრე რომ დააყენონ უბრალოდ. მან როგორი გადაცემის შინაარსი დაიყო იცი, ანუ თუ ორი არჩევანია, ან უკრაინის ბედი, ან ბელორუსი. აი ეგ ორი არჩევანი თუ არის რა, ეს ხო იცი ბავშვობაში რო იყო ეს, კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტიო, აი ეგეთი კითხვა თუ დგება, რავი ხა უკრაინის ბედსა და ბელორუსის ბედს შორის ბელორუსის ბედი ჯობია, მაგრამ ჩვენ რო გვეკითხებიან რომ შენ რა გინდა? თქვენთვის იდეალური რა არის? მეც და თქვენს ყველანი რო გვეკითხებიან, ვამბობთ, რომ ჩვენთვის იდეალური ვარიანტი არის, რომ ქრისტიანული დემოკრატია იყოს. აი, რა მინდას თუ მეკითხები, ეგ არის, მაგრამ თუმცა და უარეს შორის თუ მანდ ხა არჩევანი თუ არა, რავი, ხა ბახმუტად გადაიქცეს თბილისი თუ ან მინსკი იყოს. მინსკი იყოს, რავი, ხა ბახმუტს მინსკი ჯობია, კი, რავი. მაგრამ ეგ რატო გადაწყვიტეს ამათ, ეგ არ ვიცი, მაგრამ მოდი მაგას თავი დავანებოთ, ხა მე დარწმუნებული ვარ სინამდვილეში გეთანხმები, სინამდვილეში ესე ხვდებიან მე რას ვამბობ, მაგრამ ეგრე დაყენება აწყობთ. მოდი აი მართლა ვილაპარაკოთ იმაზე, კონსერვატიზმი რა არის, ხო? ანუ გირჩის წარმოდგენით კონსერვატიზმი არის, რომ წარსულში რაღაცა ერთი ეპიზოდი უნდა აარჩიო შენი ისტორიის და მაგისი cosplay უნდა გააკეთო რა. კი, ანუ სინამდვილეში როგორც ახლა იაგომ, ნუ თავად როგორც მე როგორც ხვდებით, როგორც კონსერვატიზმი როგორც გაიგო, მისი წარმოდგენით კონსერვატიზმი ეს არის უკიდურესი არქაიკა, რაღაცა წარსულიდან წამოღებული რაღაცეები, რომელიც აპრიორი აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ დღეს. და თავად როგორც ყვება, ნუ რაღაც ძალიან საყოფაცხოვრებო პრიმიტიული რაღაც თემები მოიყვანა მაგალითზე, რომ აი მეც მიყვარს რაღაცა ჩოხა, რა თქვა, რაღაც ჩემ ოჯახშიც იშენდა სტუმარ მასპინძლობა და აი ნუ ძალიან პრიმიტიული რაღაცა მაგალითები მოიყვანა. სინამდვილეში ნუ კონსერვატიზმი ცხადია მაგ ელემენტებსაც გულისხმობს, მაგრამ კონსერვატიზმი აპრიორი არ ნიშნავს რაღაცა ძველის დაკოპირებას. აი საერთოდ არასწორი გაგებაა კონსერვატიზმის. მოდი კარგად ავხსნათ. აი ჩვენ როგორი ამოცანა გვაქვს, ეხა ავხსენ რა. სინამდვილეში აი ჩვენ ეთყობა ჩვენი შეცდომაც არის ეგ, იმიტომ რომ ჩვენ კაიხანი წარმოგვედგინა, რომ ეს იმდენად მარტივი რაღაცა არის, რომ წესით ყველამ უნდა იცოდეს. აი იმდენად საბაზისო დაყოფა არის კონსერვატორი, ლიბერალი, სოციალისტი და კაპიტალისტი. ხო არის ეს რაღაცა დაყოფები. ჩვენ წარმოგვედგინა, რომ ამის ახსნა მაინც არ დაგჭირდებოდა. როგორ ჩანს
გვჭირდება. მან ერთი რაღაცა უნდა ხო, მან ერთი რაღაცა უნდა ითქვას, აი მაგალითად წარმოდგენა რომ კონსერვატიზმი აუცილებლად უნდა გულისხმობდა რაღაცა წარსულ დროის მონაკვეთს, რომლის დაკოპირება და ეხლა გადმოტანაც გინდა, ხო? რადგან მაშინ იყო რაღაც წესები, რომლებიც მაგრა გამოგადგა. წესები შეიძლება მაგრა გადგებოდეს ისეთ დროში, რომელიც იყო ძალიან რთული. მაგალითად, შენ შეიძლება წესები, რომლებიც მაგრა გადგებოდა მტრების შემოსევის დროს, თავის დაცვის, ძლიერი მებრძოლი კულტურის ფორმირების რაღაცა საომარი წესების გავრცელების მაგალითად ხევსურები მარჯვენას რო აჭრიდნენ იმ პირობებში რატო აჭრიდნენ გასაგებია, მაგრამ მაგის ეხა დღეს გადმოკოპირების მომხრეები არა ვარ. ანუ საქართველოს ისტორიის უდიდესი ნაწილი იყო ძალიან რთული პერიოდი, რომელიც ეხლა ისეთი ცხოვრება რო დაბრუნდეს, ეგ არ გინდა, ოღონ ეგ არ ნიშნავს, რომ მაგ დროებში წესები არ ქონა, რომელიც ისე მაგრა გადგებოდა, რომ მაგ წესების მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში აუცილებლად თვლი. ანუ კონსერვატიზმი იმას კი არ გულისხმობს, რომ აი რომელიღაცა მონაკვეთი იყო ისტორიაში, არ ვიცი, მაგალითად ამერიკის ისტორიაში მონათმფლობელობის დროს დაბრუნება უნდა. გონია რომ ჩვენ გვაქვს კონსერვატორებს, ანუ გირს გონია რომ ჩვენ გვაქვს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და გვინდა რომ წითელი ხელსახვეები დავაბრუნოთ და ეგ არის ამათი აზრით ჩვენი. ეგ აუცილებელი კოპირების შინაარს კი არ შეიცავს კონსერვატიზმი, რომელიღაცა დროის მონაკვეთი უნდა დაასახელო, რომელიც ზუსტი ანალოგიით გინდა გადმოიტანო. აი მაგალითად ამერიკელ კონსერვატორებს რაღაცა ზანგების აპარტეიდი უნდა უნდოდეთ, ეგრე კი არ დგება საკითხი, იმიტომ რომ მაშინ ეგრე იყო. ანუ რაღაცა ამის ლოგიკით ამერიკული კონსერვატიზმი არის, აი კუკლუქს კლანი და საცმელი უნდა ეგრე უნდა გამოდიოდეს. ამერიკელი ლიბერალები ეგრე აყენებენ. ანუ იაგოს უნდა კუკლუქს კლანის ჩაიცვას, ასე ამოჭრილი თვალებით და მონათმფლობელობით. ხო და საკითხი როგორ ადგას, მნიშვნელოვანია რომ კონსერვატიზმი გულისხმობს არა კონკრეტულ რომელიმე ეპოქის დასახელებას და მის გადმოტანას, არამედ მართლა გულისხმობს რაღაც წესებს და ფასეულობებს, რომლებიც ისტორიულად ძალიან ეფექტურად და მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომლებსაც, ну, ცოტა ვრცელი ფილოსოფიური მსჯელობის საკითხი, მაგრამ რომლებსაც ობიექტურობის პრეტენზია უნდა გქონდეს, იმისთვის რომ ეფექტურად განგრძობითად არსებობადი იყოს და ამ წესების აუცილებლობა სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საკითხი. ამას გულისხმობს კონსერვატიზმი და ამ წესების თვალსაზრისით ახლა შეიძლება ეს წესები ეფექტურობას ადასტურებდნენ ძალიან რთულ ეპოქებში. აი თემურლენგი რო გიტევდა და შენ რო მაგრა ებრძოლდი, თემურლენგის დრო კი არ გინდა. აი რა მაგარი წესები გქონა მაშინ რომ მაგას გავუძელით და თუ გვინდა რომ მაგარი სახელმწიფოებრიობა ავაშენოთ, ეხლაც უნდა გქონდეს რაღაცა ნაწილი იმ წესების, აქ არ გულისხმობს ცხადია ეპოქები ტრანსფორმირებას განიცდის, ზუსტ ყველა წესის კოპირებას კი არ გულისხმობს, მაგალითად, არ ვიცი, ხელი მარჯვენის მოჭრის წესიც გადმოვიტანოთ. ეგ შეიძლება რაღაცები აღარ იყოს საჭირო, ან მაგალითად, რა ვიცი მე, დღევანდელი ამერიკელი კონსერვატიზმი რელიგიური ფასეულობების მნიშვნელობას დღესაც მიიჩნევდეს მნიშვნელოვნად, ოღონდ აი მონათმფლობელობა უნდა იყოს ეს ჩაითვალა, რომ ეს არის რაღაც ისეთი ნაწილი, რომელიც არაფერში საჭირო არც ახლა აღარ არის და რაც მორალურ თვალსაზრისით არ არის მისაღები. აქედან გამომდინარე, კონსერვატიზმი არის ტრადიციული ფასეულობების სისტემების ამა თუ იმ კულტურაში სისტემები, რომლებიც ითვლება, რომ აუცილებელია შემდგომი სახელმწიფოებრიობის ეფექტური მშენებლობისთვის და ამ სისტემების ირგვლივ უფრო გავამარტივოთ. მოდი გავამარტივოთ, იმიტომ რომ მე საერთოდ შენ ზედმეტად კომპლექსურად ჩამოაყალიბე, ეგრე რო ხსნიდით, აგერ ფაქტია, რომ ხალხმა ჩათვალა, რომ ისა რა 37 მონეტი და კი, ოღონ უბრალოდ ეს არ არის აღიზის წყლები. არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ თუ არ გავამარტივეთ, ხალხი ვერ ხვდება. მოდი აი უკიდურესად გავამარტივოთ. კონსერვატორები რის დაცვას და რის საფუძველზე მომავლის შენებას აპირებენ? აი რა არის კონსერვატიზმი საერთოდ? აი კონსერვატიზმი რა არის ორი სიტყვით რო ახსნათ? კონსერვატიზმი არის რელიგიური ფასეულობების შენახვა. კონსერვატიზმი არის, აი მაგალითად ხო არის ოჯახური ფასეულობა, ანუ ოჯახის როგორც ფასეულობად გამოცხადება, ხო? ოჯახური ნორმები ხო რელიგიური ფასეულობებიდან გამომდინარეობს, არა? შესაბამისად მაგისი დაცვა არის კონსერვატიზმის
ელემენტი. ანუ კონსერვატიზმი ზოგადად რა არის? არის ფასეულობები რელიგიური, რაც იმ საზოგადოებაში იყო, ნებისმიერი სახელმწიფოს შენების მოდელის დროს უნდა გათვალისწინებული იყოს ის რელიგიური ფასეულობები, რომლითაც აქამდე მოვედი. ეს არის კონსერვატიული. მოდი ერთ დავამატო. რა არის ლიბერალიზმი? აი, სანამ ლიბერალიზმზე გადავალთ, აი შენ ახლა ზოგადი დეფინიცია გააკეთე. მე დავამატებ კიდევ. ანუ ცხადია, დიდწილად ეს არის რელიგიური წარმოდგენები და ფასეულობები, მაგრამ ამის გარდა კონსერვატიზმი რა არის? აი, კაცობრიობამ, რაც ამდენი საუკუნის განმავლობაში აუცილებელი ღირებულებები აი დროში და სივრცეში შეინახა და ამ ღირებულებებმა დაამტკიცა რომ სხვანაირად საზოგადოება და სახელმწიფო არ არის ეფექტური აი არსებობს რაღაცა ფუნდამენტური საბაზისო ღირებულებები რომელიც პრაქტიკამ აჩვენა, პრაქტიკულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აი ამ ღირებულებების გარეშე სოციუმი და სახელმწიფო ვერ არის მდგრადი, ეფექტური და განწირულია ყდომისთვის. ამ საბაზისო ღირებულებების შენახვა და მომავალში გატარება. და ამ ღირებულებებში ავტომატურად არ შედის რაღაცა იმის გოგოს მოტაცება ან მარჯვენა მკლავის მოჭრა როგორიც აი შეიძლება ადრე საჭირო იყო რაღაცა მე-17 საუკუნეში იმისთვის რომ ძალიან ან 5 ლიტრის განსხვავებული დალევა. ეგ საერთოდ არ ნიშნავს მაგას. აი თუმცა კაია. საერთოდ რა არის? საერთოდ რა არის? ნებისმიერი ფასეულობა არის რელიგიური საწყისი. ხო, მოდი ახლა მაგაზე რაღაცა ფასეულობა, რომელიც რელიგიური საწყისის არ არის ის სინამდვილეში ფასეულობა საერთოდ არ არის. ნებისმიერი ფასეულობა, ტრადიციები და რაღაცა ცხოვრების წესი არის რელიგიური ფასეულობების დროში გამცობილად დამკვიდრების კულტურაში გადასვლის პროცესი. ანუ რელიგიური ფასეულობები, როცა კულტურად იქცევა ამა თუ იმ ერში, ეგ არის ტრადიციები. და ეგ არის რაღაც დამკვიდრებული ნორმები, რომლის შენარჩუნებას და რომლის გათვალისწინებით სახელმწიფოს შენებას გულისხმობს კონსერვატიზმი. და რატოა ეს მნიშვნელოვანი? ახლა სინამდვილეში იაგოს ლაპარაკში ჩანდა, რომ არეული ქონდა საერთოდ რაღაც კონსერვატიზმი, ლიბერალიზმი, კაპიტალიზმი და სოციალიზმი ერთმანეთში ქონდა არეული. ეგ ჩანდა ახლა რაც ილაპარაკა, იმიტომ რომ ჩვენო კლასიკური ლიბერალები ვართო და კონსერვატორები ვართო. ხო? ეგ აბსურდია, იმიტომ რომ საერთოდ ლიბერალიზმი არის კონსერვატიზმის საწინააღმდეგო იდეოლოგია. ხო, აი რით განსხვავდება ლიბერალიზმი? ხო, ლიბერალიზმი ეგ ახსნა. საერთოდ გირჩელებზე კარგად მე მგონი მე ვიცი მათი იდეოლოგია, იმიტომ რომ ჩანს ფაქტია. ლიბერტარიანიზმი არის ლიბერალი კაპიტალისტი. ლიბერტარიანიზმი თუ გირჩელს აინტერესებს რას ნიშნავს? ნიშნავს ლიბერალ კაპიტალისტს. თანაც კაპიტალიზმი ამ სიტყვის სრული ველური გაგებით, აი კაპიტალისტური ველური კაპიტალიზმი. კაპიტალიზმის როგორც ეკონომიკური მოდელის მიმართ უკიდურესად იდეოლოგიზირებული დამოკიდებული აბსოლუტში აყვანილი მდგომარეობა. ანუ უფრო ძირითადი შემადგენელი არის კაპიტალიზმი და ფასეულობების საკითხში არის უბრალოდ არაძალადობა. აი როგორც კომუნისტები. თუ არ იქნება ძალადობა, ნიშნულობა არ აქვს რა ფასეულობის მატარებელია ადამიანი. იქ რა რელიგიის, საერთოდ რელიგიის არის თუ არა, ამ ყველაფერს არ აქვს რა მორალი აქვს. მორალს საერთოდ არ არსებობს ლიბერტარიანიზმის მიხედვით. უბრალოდ მორალი არის ის, რომ ძალადობა არ შეიძლებოდეს. დანარჩენი ვისაც რა უნდა ის მაგაზე პასუხი ვერასდროს ვერ გავიგებ. აი მოდი შევაჯამოთ. რას ვიზახ? საქმე იმაშია, რომ ლიბერტარიანიზმი არის საპირისპირო კონსერვატიზმი. კონსერვატიული იდეოლოგია არის პირიქით. აი ის ხო იძახის, რომ ლიბერალური, ანუ
მორალი არ არსებობს და ვისაც რა უნდა ის იყოს უბრალოდ ძალადობა აღმოვფხრათ და კაპიტალიზმი კონსერვატიზმი ნიშნავს მორალი არსებობს მორალი ღმერთისგან გამომდინარეობს ობიექტურია მორალი ღმერთისგან გამომდინარეობს და ყველას ერთი და იგივე მორალური ნორმები აქვთ და იმ ჩვენს მიერ რა რწმენაც გვაქვს მორალური ნორმების მაგის გათვალისწინებით ვაშენებთ სახელმწიფოს ეს არის კონსერვატიზმი ამიტომ ეს სინამდვილეში როგორი საკითხია იცი ეს არის უბრალოდ ტერმინებში გაურკვევლობის დონეზე არის სინამდვილეში შეცდომა დაშვებული. მოდი აი კიდე უფრო გავამარტივებ. მოდი მუშურგლეხურად აი ძალიან აი ყველაზე პრიმიტიული რაღაცა. მოდი აი ხსნი ორჯერ 2/4-ას დონეზე რა. კონსერვატიზმი ამბობს რომ რელიგიური წყარო არის ის საიდანაც გამომდინარეობს მორალი, მათ შორის საზოგადოებრივი მორალი და ამაზე დაყრდნობით ვაშენებთ მომავალს. ამაზე დაყრდნობით ვაშენებთ სახელმწიფოს, სასამართლოს, კანონებს, ყველა. ეს ნორმები ყველასთვის სავალდებულოა, იმიტომ რომ ამ ნორმებს არ აქვს მეესე მომინდა წყარო, ამას აქვს რაღაცა ღვთიური წყარო ამ მორალურ ნორმებს. ეს არის კონსერვატიზმი. ლიბერალიზმი ამბობს, რომ კაი რა არის და ცუდი რა არის, ამას ყველა ადამიანი ინდივიდუალურად თვითონ საზღვრავს და მაგაში არ უნდა ჩაერიო. ეს არის კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი. და ამის პარალელურად არსებობენ კაპიტალისტები და სოციალისტები, რომლებიც ერთი ამბობს, რომ კერძო საკუთრება რაც მეტია, კარგია, მეორე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთრების კონტროლი რაც მეტია, ეგ კარგია. და გირს რა არის მის იცი? შეიძლება არსებობდეს ლიბერალი სოციალისტიც და ლიბერალი კაპიტალისტი. და ზუსტად ეგრე შეიძლება არსებობდეს კონსერვატორი სოციალისტიც და კონსერვატორი კაპიტალისტი. მაგალითად, ძალიან კარგად წაიყვანე შენ საუბარი. ეგ როგორი დონის საბაზისო ის არის? აი ნებისმიერ ბოლო-ბოლო, კაი, ჩვენი თუ არ ჯერა რომ შევიდეს, ხაი, ნებისმიერ უცხოურ იმაში. არსებობს ეგეთი ცნება, პოლიტიკური კომპასი. ანუ ესეთი 4 ესეთი კუბიკი არის სხვადასხვა სიფრთხე არის. ანუ კონსერვატორები და ლიბერალები არიან გაყოფილი, აი სპექტრის ორი მხარე არის და სოციალისტები და კაპიტალისტები არიან და შეიძლება არსებობდეს კონსერვატორი, რომელსაც სოციალისტური იდეები აქვს და რომელსაც კაპიტალისტური იდეები აქვს და ჩვენ მაგალითად კონსერვატიული მოძრაობა რო ვართ, ორივენაირი ხალხი გვყავს. ვიღაცას მეტად სოციალისტური იდეები აქვს, ვიღაცას მეტად კაპიტალისტური, კონკრეტულად მთლიან მოძრაობას როგორი შეხედულებები აქვს, თუ გაინტერესებთ, ჰიბრიდული მოდელის მომხრევად, არც ერთ მიმართულებით უკიდურესობაში არ ვარდებით. და ზუსტად ეგრევე ლიბერალებს ყავთ ლიბერალი კაპიტალისტები, ანუ გირჩელები და ლიბერალი სოციალისტები. ახლა ამერიკაში მაგალითად აი რო ჩართო მთელი ევროკავშირი და მთელი ამერიკა იქ ლიბერალი არიან უმეტესობა სოციალისტები.